მოდი დავიწყოთ. დღეს რაღაც განსხვავებულზე ვისაუბრებთ. ეს არ არის უბრალოდ ტექნოლოგიური გარჩევა. ეს არის ამბავი, თუ როგორ გადაიქცა ერთი შეხედვით გაუგებარი საიდუმლო კოდი რაღაც ბევრად დიდის, ახალი ცივილიზაციის საძირკვლად. ხო, ეს ორი გენიალური არქიტექტორის ხედვაა, რომლებმაც ფაქტობრივად შეცვალეს ყველაფერი. და სწორედ აქედან იწყება ჩვენი ისტორია. დაფიქრდით, თითქმის 17 წელი გავიდა და რაზე ვლაპარაკობდით? ჰეშებზე, ნოუდებზე, ბლოკებზე, რაღაც ტექნიკურ ტერმინებზე. და ამ ყველაფერში მთავარი დაგვავიწყდა. საერთოდ გამოგურჩა, რომ ტექნოლოგია ხომ ადამიანისთვის იქმნება. ანუ, მთავარი კითხვა იყო არა როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, არამედ რატომ გვჭირდება საერთოდ. მოდით შევხვდეთ ჩვენს პირველ არქიტექტორს. წარმოიდგინეთ 2008 წლის ფინანსური კრიზისია. სამყარო ირყევა, მდობა დაკარგულია და სწორედ ამ დროს ჩნდება იდუმალი ფიგურა, სატოში ნაკამოტო. ის იყო ინჟინერი, რომელმაც შექმნა აბსოლუტურად რევოლუციური მექანიზმი. სატოშის მთავარი ქმნილება ბლოკჩეინი. რა არის, მოდი მარტივად ვთქვათ. ეს არის ციფრული დღიური, რომელსაც ვერავინ გადაწერს და ვერავინ მოატყუებს. მისი მთავარი მიზანი იყო ერთი კონკრეტული ტექნიკური პრობლემის გადაჭრა, რომ ერთი და იგივე ციფრული ფული ორჯერ არ დახარჯულიყო. მან შექმნა სისტემა, რომელიც მათემატიკურ სიმართლეს ეფუძნება. всё, წერტილი. ხო, და ეს არის მთავარი. სატოშის მემკვიდრეობა არის იდეალური ძრავა. მისი ხედვა იყო, რომ აეხსნა, როგორ მუშაობს ეს სისტემა. მან შექმნა უძლიერესი, უტეხი, სათივით მომუშავე მექანიზმი. მაგრამ წარმოიდგინეთ, გაჩუქეთ ფერარის ძრავა, თქვენ კი მანქანის კაპოტი ახადეთ და უბრალოდ უყურებთ მის რთულ მექანიზმს. სატოში მაგვიხსნა, როგორ ბრუნავს ეს ძრავა, მაგრამ არ უთქვამს, სად წაგვიყვანს. და აქ შემოდის სცენაზე ჩვენი მეორე არქიტექტორი. იმ დროს, როცა Web 2.0-ის სამყარო, ანუ Facebook-ები და Google-ები, ჩვენს პირად მონაცემებს ყიდდა, ბლოკნოვამ სატოშის ძრავის მიღმა რაღაც ბევრად დიდი დაინახა. მისი ფოკუსი კოდი კი არა, ადამიანი იყო. როგორ შეიძლებოდა ამ ტექნოლოგიას ემსახურა ადამიანის ღირსებისთვის და თავისუფლებისთვის. ბლოკნოვამ კი ორი სრულიად ახალი კონცეფცია შემოიტანა. დინეტ, ეს არის ახალი ინტერნეტი, სადაც არავინ გიბლოკავთ, არავინ გითვალთვალებთ და არავინ გაკონტროლებთ. და WebGold სისტემა, სადაც თქვენი ყოველი მოქმედება, ყოველი ლაიქი, ყოველი პოსტი პირდაპირ თქვენს პირად სიმდიდრედ იქცევა, არა კორპორაციისთვის, არამედ პირადად თქვენთვის. ეს არის ახალი ციფრული საზოგადოების საფუძველი. ანუ, თუ სატოში მძრავა შექმნა, ბლოკნოვა ამ ძრავის გარშემო მთელ მეგაპოლისს შაშენებს. მისი ხედვა გვითხრას, რა არის ეს და რაც მთავარია, რატომ გვჭირდება. ის ქმნის გზებს, სახლებს, ინფრასტრუქტურას, ქმნის ეკოსისტემას, სადაც ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია კომფორტულად იცხოვროს. მისი მიზანია, რომ ტექნოლოგია გახდეს უხილავი და ისეთივე მარტივი, როგორც სუნთქვა. და მივადექით ამ ამბის კულმინაციას. ეს არ არის უბრალოდ ორი განსხვავებული მიდგომა, ხომ ხვდებით? ეს არის განსხვავება სამშენებლო მასალასა და დასრულებულ თბილ სახლს შორის. სწორედ აქ ვხედავთ ფილოსოფიურ განსხვავებას. ბლოკჩეინი არის ტერმინი ინჟინრებისთვის, მექანიკოსებისთვის, მათთვის, ვისაც აინტერესებს კაპოტის ქვეშ რა ხდება. ხოლო დინეტ და WebGold ეს უკვე ჩვეულებრივი თავისუფალი ადამიანების ენაა. ის არ გვიხსნის როგორ, ის გვიხსნის რა არის ეს და რატომ გვჭირდება. ეს ცხრილი ყველაფერს თავის ადგილზე ალაგებს. ნახეთ, ერთ მხარეს გვყავს პროგრამისტი სატოში. მისი ფოკუსი იყო როგორ მუშაობს სისტემა. მან მოგცა ოქროს აგურები, ანუ ძლიერი ძრავა. მეორე მხარეს კი ყავს არქიტექტორი, ბლოკნოვა, რომელიც გვიხსნის, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. ის ამ აგურებით აშენებს მთელ მეგაპოლისს, ტაძარს, რომელიც ადამიანებს უნდა ემსახუროს. და ამ ყველაფრით ჩვენ გადავდივართ ბოლო გადამწყვეტ თავში. ეს ის მომენტია, როცა ტექნოლოგია უბრალოდ ექსპერიმენტი კი აღარა, არამედ ჩვენი ცხოვრების, ჩვენი ცივილიზაციის ნაწილი ხდება. ეს გარდამტეხი წერტილია ნამდვილად. დაიმახსოვრეთ ეს თარიღი, 3 მარტი. იცით, ეს არ არის უბრალოდ მორიგი პროდუქტის გაშვების დღე. არა, ეს არის დეკლარაცია, ისტორიული განაცხადი. ეს არის ამ დეკლარაციის პირველი და უმთავრესი პუნქტი. დასრულდა ის ეპოქა, როდესაც რამდენიმე გიგანტური კორპორაცია აკონტროლებდა ჩვენს მონაცემებს, ჩვენს ციფრულ ცხოვრებას და საბოლოოდ ჩვენს მომავალს. მორჩა, ეს ჯაჭვები იმსხვრევა. და მეორეც, მორჩა ის დრო, როცა თავისუფლების მოსაპოვებლად აუცილებლად პროგრამისტი უნდა ყოფილიყავი. თავისუფლება აღარ არის მხოლოდ ტექნიკურად განსწავლული ადამიანების პრივილეგია. ის ხელმისაწვდომი ხდება ყველასთვის.
ეს არის ახალი დასაწყისი, ეპოქა, სადაც ტექნოლოგია უხილავია, ხოლო სიმდიდრე, სუვერენიტეტი და ღირსება კაცობრიობის ახალ ნორმად იქცევა. სწორედ ეს არის მომავალი, რომელსაც ეს ხედვა გვთავაზობს. და ამ ძლიერი სიტყვებით ვასრულებთ. სატოშის გენიალურობა მოგცა ინსტრუმენტი, გასაღები. მაგრამ ბლოკ-ნოუს ხედვა გვთავაზობს კარს და სახლს. სახლს, რომელიც ნამდვილად ჩვენ გვეკუთვნის ციფრულ სამყაროში, საიდანაც ვერავინ გამოგვასახლებს. დაფიქრდით აბა, რას ნიშნავს თქვენთვის ასეთი ციფრული სახლი?